სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლეგენდარული ლოტბარის ძუკუ-ლოლუას სახელობის აფხაზური ფოლკლორის კაბინეტი გაიხსნა. ინიციატივა ფოლკლორისტისა და ხალხური მომღერლის ანზორ ერქომაიშვილის ხელშეწყობით განხორციელდა. საზეიმო ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ანზორ ერქომაიშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ ძუკუ-ლოლუას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ თავისი მოღვაწეობის მანძილზე ძუკუ-ლოლუამ დაამუშავა და მომღერალი გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი აფხაზური მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავდა ასეთი დიდი რანგის მოღვაწე, როგორც იყო ძუკუ-ლოლუა. მან პირველმა აფხაზეთში ჩამოაყალიბა გუნდი, 1904 წელს ჩამოაყალიბა პირველი გუნდი აფხაზეთში და შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა დიდხანს ამ გუნდს. მე მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი დღე არის საწინდარი იმისა, რომ ეს ორი საყვარლესი ხალხი, აფხაზები და ქართველები, ყოველთვის ისტორიულად ერთად იყვნენ და დარწმუნებული ვარ ერთად იქნებით. იმიტომ რომ ისეთი სიყვარული, რაც აფხაზეთში მიმიღია, ძალიან ძნელია რომელიმე კუთხეში სხვაგან მიიღოთ. ვიცნობდი კარგად იქაური კულტურის მოღვაწეებს და მათთან ურთიერთობა ბოლომდე გამყვება. ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღები, როცა აფხაზეთში გამოდიოდით და ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი აღდგება. ჩვენ ვიწყებთ სვლას ჩვენი ფესვებისკენ, აფხაზეთისკენ. ყველა ადამიანი, ვინც გააგებინებს და შეახსენებს აფხაზს, რომ მისი იდენტობის შენარჩუნების ერთადერთი გზა არის ინტეგრირება ერთიან ქართულ სივრცეში, ყველა მათგანი ჩვენთვის ღირებული. მე ვიცი, რომ ბატონი ძუკუს აქვს ძალიან მაღალი ავტორიტეტი აფხაზეთში. და ის დღესაც ახსოვთ და არანაკლებ ვიდრე საქართველოს სხვა კუთხეებში და მას პატივსცემენ თავისი მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო. ის პატივსცემდა და მას უყვარდა აფხაზი და ამისი დადასტურება უამრავი რამ, რაც მას გააკეთა აფხაზეთისთვის. აფხაზი ენის, აფხაზეთის ზოგადად კულტურის და მე გეტყვით, რომ მართლა ზოგად ქართული მოვლენაა ძუკუ-ლოლუა. იდეა გახსნილიყო კაბინეტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქნა ჩვენს მიერ მხარდაჭერილი. ეს იდეა ეკუთვნის ასევე გენიალურ ადამიანს, ასევე ეპოქალური მნიშვნელობის ადამიანს, ცოცხალ ლეგენდას ბატონ ანზორ ერქომაიშვილს. ეს დღე მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი აფხაზი ძმებისთვისაც აფხაზეთში. მე ვიცი, რომ ისინი გაიგებენ დღეს რა მოხდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ნაწილში, რომელიც ბედის უკუღმართობამ გაგვრიყა დროებით, მაგრამ მე მან წამს და მჯერა, რომ ჩვენ კვლავ ერთად ვიცხოვრებთ და აღდგება ქვეყნის ერთიანობა, მაგრამ ეს ერთიანობა აღდგება მას შემდეგ, რაც აღდგება ნდობა, რაც ჩვენ ტერიტორიებამდე ერთმანეთს დავიბრუნებთ. ჩვენს უნივერსიტეტში გაიხსნა მემორიალური კაბინეტი იმ ადამიანისა, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ერთი მხრივ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მხარის სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, სვანეთის ხალხური სიმღერებისა და მეორე მხრივ ასევე დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის აფხაზეთის აფხაზური ხალხური სიმღერების გადარჩენასა და შეკრებას, ასევე პოპულარიზაციას. ეს იყო ადამიანი, რომელიც სიმბოლო გახლავთ აფხაზურ-ქართული საქმიანი, მეგობრული, უანგარო ურთიერთობებისა, რომ არა მისი შრომა ბევრი აფხაზური და ქართული სიმღერა, ის ვარიანტები, რომელიც მან ჩაიწერა, პრაქტიკულად დაკარგული იქნება. ჩვენ ამიერიდან საშუალება გვეძლევა გავაცნოთ ეს მემკვიდრეობა ჩვენს სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს. იმ დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სასწავლებლის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ მოაწერეს ხელი. ეს ისტორიული დღეა სოხუმის უნივერსიტეტსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე გაიხსნა ძუკუ-ლოლუას სახელობის კაბინეტი სოხუმის უნივერსიტეტში და ფოლკლორის ცენტრი ამ კაბინეტის გახსნას მიესალმება. ჩვენ ძუკუ-ლოლუა მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი გამორჩეული, თუ ყველაზე გამორჩეული არა მოღვაწე ქართულ ფოლკლორში. სოხუმის უნივერსიტეტში ამ კაბინეტის გახსნა პირდაპირ ემსახურება ამ საქმის ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მაპატივისცემას ამ
ადამიანის მიმართ და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორატს პირადად რექტორს დიდმადლობას მოახსენებთ ასეთი ღირსეული ნაბიჯის გადადგმისთვის. შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ცუკულოლუას შთამომავლები ესწრებოდნენ. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ცუკულოლუას სახელობის აუდიტორია. პირველად არ ხდება, არის მუზეუმი ფოთში, ხობში, ტარდება სხვადასხვა ფესტივალები, მაგრამ საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც არის განათლების კერა და რომელიც აძლევს ახალგაზრდებს ცოდნას, ასეთი აუდიტორიის გახსნა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ახალგაზრდების ინფორმირებას მისი წინაპრების შესახებ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ასევე ანზორ ერქომაიშვილის მიერ მოძიებული და აღდგენილი 15 ძველი აფხაზური სიმღერა. შეხვედრის ბოლოს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა რუსთავმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა სნომ თავიანთი რეპერტუარიდან რამდენიმე აფხაზური სიმღერა შეასრულეს.